ვლადიმირ პუტინი შეშინებულია. რუსეთის პრეზიდენტი ამას არასდროს აღიარებდა. ის არასოდეს გამოვიდოდა საჯაროდ, რომ თავისი შიში მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, მაგრამ სწორედ ესაა მთავარი. პუტინი მოულოდნელად მთლიანად გაუჩინარდა კრემლიდან. და ამის მიზეზი ისაა, რომ რაღაცა მისე ძლიერ შეაშინა, რომ მიწისქვეშეთში გადავიდა, რათა თავიდან აიცილოს ეს. კრემლიც კი აღარ არის უსაფრთხო პარანოიდი პუტინისთვის, რადგან რუსეთის სასოწარკვეთილი ლიდერი ცდილობს დაიცვას ერთადერთი რამ, რაც მისთვის ამ სამყაროში ნამდვილად მნიშვნელოვანია, საკუთარი სიცოცხლე. პუტინი დიდი ხანია კრემლში არ გამოჩენილა. RBC უკრაინის ცნობით 9 მარტი იყო ბოლო დღე, როცა რუსეთის პრეზიდენტი კრემლის საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა. არ არის ისე თითქოს პუტინს ადრე არ ქონია შესვენებები კრემლიდან, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი არ ყოფნა იმ ადგილიდან, რომელიც რუსეთის დალაუფლების ცენტრად თუ რაც კი ოდესმე გვინახავს. და ეს ხდება სწორედ მაშინ, როცა რუსეთი იწყებს გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევას, რომელიც საბოლოოდ უნდა დასრულდეს იმით, რომ პუტინი მიიღებს ყველაფერს, რაც მას სურს დაპირისპირებულ დონბასში. თუ არ გავითვალისწინებთ ამ შეტევის სავარაუდო წარუმატებლობას, ფაქტი, რომ პუტინი თითქოს ჰაერში აორთქლდა ასეთ კრიტიკულ მომენტში, გვიჩვენებს, რომ რაღაც ძალიან არასწორად მიდის რუსეთის პრეზიდენტის პარანოიდულ გონებაში. და მტკიცებულებები იზრდება, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება შორს იყოს საზოგადოების თვალთახედვით. მოდით, ცოტა ხნით ბოლო საჯარო გამოჩენაზე ვისაუბროთ. 9 მარტს პუტინმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც გლობალურ ნავთობისა და გაზის ბაზრებს ეხებოდა. ორივე მათგანი კი ირანში ჩატარებულმა ოპერაცია ეპიკური რისხვა თავდაყირა დააყენა. როგორც ჩანს, პუტინი ბოლო დროს დისტანციურად ესწრება შეხვედრებს. 18 მარტს მან რუსეთის მთავრობის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, სავარაუდოდ მოსკოვში მდებარე ნოოგარიოოს რეზიდენციიდან. შეხვედრის ლეგიტიმურობაც საეჭვოა, რადგან ამბობენ, რომ მისი გამოჩენა წინასწარ ჩაწერილი ან წინასწარ მომზადებული ვიდეო იყო. არსებობს ნიშნები, რომ რუსეთის ლიდერი ადგილმდებარეობას აყალბებს ონლაინ შეხვედრებშიც. ოფისური ხრიკები პუტინისთვის ახალი არ არის. რადიო თავისუფლების ცნობით, ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი რამდენიმე თვეა მალავს ადგილმდებარეობას. როგორ? სხვადასხვა ადგილას, 3 იდენტური ოფისის მოწყობით, რომ ზუსტად ვერავინ გაიგოს სად არის ის. ან ყოველ შემთხვევაში ამას აკეთებდა პუტინი. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, დაახლოებით 160 დღის განმავლობაში კრემლს არ გამოუქვეყნებია არც ერთი ვიდეო ან ფოტო, სადაც პუტინი ამ ოფისებში იმყოფება, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რუსეთის ლიდერს ეშინია. მისი ეშმაკური გეგმა, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო, უკვე გამოაშკარავდა. ვიზუალური ნიშნები ან შეცვლილია, ან პუტინმა ახალი მიწისქვეშა ბუნკერები და ოფისები იპოვა, საიდანაც მუშაობს. ასე რომ პუტინი უკვე დამალვაში იყო. კიდევაც კი სანამ კრემლში ბოლოს არ გამოჩნდებოდა, მაგრამ აქ ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური ხდება. 4 მარტს, სწორედ მაშინ, სანამ პუტინი თავის კრემლის მოვალეობებიდან, ასე ვთქვათ, ხანგრძლივ შებულებაში წავიდოდა, RFA-მა გამოაკვეკნა საინტერესო ანგარიში, რომელიც როგორც ჩანს ამტკიცებს, რომ პუტინის ბევრი გამოჩენა წინასწარ იწერება, ვიდრე ისინი თითქოს ხდება. და რა მომხილა ეს ამჯერად? მცენარეებმა. გამოცემის ინფორმაციით, 2 და 3 მარტს პუტინის მსახურებმა ვიდეოები გამოაქვეყნეს, სადაც პუტინი ოფიციალურ პირებს ხვდება, მათ შორის რუსეთის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელსა და ამურის რეგიონის გუბერნატორს. ეს შეხვედრები გაშუქდა რუსეთის ტელევიზიაში კადრებით და აქ ყველაფერი შეიცვალა. რადიო თავისუფლების ცნობით, ჩინური მარადმწვანე მცენარე მიუთითებს, რომ პუტინის ოფისში გადაღებული კადრები რეალურად თებერვლის 9-დან 17 რიცხვამდე გადაიღეს და არა მარტის დასაწყისში. რადიო თავისუფლების ცნობით, ეს მცენარეები თებერვლის დასაწყისში ილპობას იწყებდნენ. როგორც კრემლის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული კადრებიდან ჩანს, ოფიციალურმა პირებმა აშკარად შეცვალეს ეს ძველი მცენარეები ახალით. თუმცა როგორც ჩანს, მარტის შეხვედრები, რომლებზეც ახლახან ვისაუბრეთ, აშკარად აჩვენებს, რომ ძველი მცენარეები ისევ ადგილზეა. პირადსამ პუტინის გარემოცვაში შეცდომა დაუშვა. მათ აჩვენეს, რომ რუსეთის ლიდერი იღებს საკუთარი თავის კადრებს, როგორ მონაწილეობს შეხვედრებში, სიტყვასიტყვით რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს შეხვედრები უკვე გაიმართა. ასე რომ ყალბი ოფისები, მიტოვებული ოფისები, შეხვედრების დროის ყველანაირი არეულობა. ეს არ არის დარწმუნებული ლიდერის ქცევა. ლიდერი, რომელმაც ასე დიდხანს წარმოაჩინა თავი როგორც დაუმარცხებელი ძლიერი ადამიანი რუსეთის პოლიტიკაში, რაც მისი ძალაუფლების საფუძველი იყო 200 წლეულის განმავლობაში. წარსულია ის დრო, როცა პუტინი საგულდაგულოდ დადგმულ ფოტოებში მამაკაცურ საქმეებს ასრულებდა, ვარჯიშობდა, წყალქვეშა აპარატებში ჩადიოდა, პარაპლამით დაფრინავდა. ეხლა პუტინის ვერსია, რომელიც ცდილობს გაქრეს და დამალოს თავი. ძლიერი ადამიანი რუსეთის სუსტ და შეშინებულ პატარა კაცად გადაიქცა და რამდენი ხრიკიცა უნდა სცადოს, ამ ფაქტს ვერ არ დამალავს. რუსეთის ლიდერი მიწისქვეშეთში გადავიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო თვეებში რუსეთში რამდენიმე რამ შეიცვალა. შეიძლება ითქვას, ირანში მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რამაც პუტინი შეაშინა და დამალვა აიძულა. აშშ-ის ოპერაცია ეპიკური რისხვა იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა ირანისთვის, რომ პუტინსაც კი არ წარმოედგინა ეს.
როდესაც სამხედრო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ცეცხლში გაეხვა, ოპერაციის პირველივე დღეს, რომელიც უკვე თითქმის 1 თვეა გრძელდება, ერთმა კონკრეტულმა დანაკარგმა პუტინს ზურგში ცივი ჟრუანტელი გაუშვა და ეს სწორედ პირველივე დღეს მოხდა. ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხომენე მოკლეს. ეს იყო ადამიანი, რომელმაც როგორც ახლა პუტინი აკეთებს, ყველაფერს ცდილობდა მტრების სამიზნეში არ მოხვედრილიყო. ის ქირურგიული სიზუსტით ჩატარებული ოპერაციით გაანეიტრალეს, რომლის შესრულებასაც, სადაც გარდიანის ცნობით აშშ-სა და ისრაელს მხოლოდ 60 წამი დასჭირდა. CIA-მ და სხვა ამერიკულმა სადაზვერო სამსახურებმა ხამენეის შესახებ 6 თვე აგროვებდნენ ინფორმაციას 28 თებერვლის დარტყმამდე. ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები ჩამოაგდეს, რომლებიც ხომენეის სამალავში შევიდა და მოკლა ის და კიდევ 80 ირანელი სამხედრო მეთაური. ხომენეიმ ვერასდროს დაინახა ეს თავდასხმა და არც კი სჯეროდა, რომ აშშ-ში შეძლებდა მისთვის დარტყმის მიყენებას. ხომენეი შეცდა, პუტინი კი აკვირდებოდა. პუტინის კრემლიდან გაუჩინარება და მისი ოფისის უცნაური ქცევები ზუსტად დაემთხვა ხომენეის ლიკვიდაციის შემდეგ დღეებს. პუტინი უყურებდა, როგორ განახორციელა აშშ-მ რუსეთის ისტორიულმა მტერმა ისეთი სასიკვდილო და ეფექტიანი ოპერაცია ჩაატარა, რომ უნებლიეთ იფიქრა, იგივეს მასაც ნებისმიერ დროს გაუკეთებდნენ. როგორც ჩანს, პუტინმა მიხვდა, რომ კრემლში საჯარო სიარული მის მტრებს მისპოვნას უმარტივებს. როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, როგორ მოახერხეს აშშ-მ და ისრაელმა ირანში თავიანთი სამიზნის განეიტრალება, პუტინის პარანოია გაღრმავდა. Financial Times-ის ინფორმაციით, ახლა მიიჩნევა, რომ აშშ-ში მოახერხა ხომენეის ადგილმდებარეობის დადგენა თეირანში, ირანის დედაქალაქში, სატრანსპორტო კამერებში შეღწევით, რაც გრძელვადიანი მეთოყურეობის ოპერაციის ნაწილი იყო. შეგიძლია წარმოიდგინო, რა უნდა გასლოდა პუტინს თავში იმ მომენტში. იმ მოწყობილობებს, რომლებზე უსაფრთხოებასაც მას ჯეროდა, შესაძლოა მთელი ეს დრო აკვირდებოდნენ როგორც ხომენეის. ზუსტად ასე, კამერებისადმი უნდობლობა უნდა ჩამოყალიბებულიყო. ეს სრულიად ახალ შუქს ფენს იმ ვიდეოებზე, რომლებზეც ადრე ვისაუბრეთ. პუტინს არ უნდა რომ პირდაპირ ეთერში დააფიქსირონ მისი ადგილმდებარეობა, როცა კრემლის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს ატარებს. აი რატო იყენებს ის ჩანაწერებს? მას არ უნდა პირადად ნახონ, რადგან არ იცის, ვინ შეიძლება აკვირდებოდეს და მტრებს ატყობინებდეს კრემლში თუ მის გარეთ. პუტინის პარანოიამ საბოლოოდ თავისი გაიტანა. და ისევ იყო ნიშნები, რომ ეს მოხდებოდა, როგორც კი აშშ-მ დაამტკიცა, რომ შეეძლო ისეთი ადამიანისთვის დარტყმა მიეყენებინა, როგორიც ხამენეი. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მოკლედ შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. თუ მოგწონთ ის, რასაც უყურებთ, გამოიწერეთ არხი, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. პუტინი მხოლოდ კამერებს არ არიდებს თავს, ტექნოლოგიებიდან. ტექნოფობიის ნიშნები უკრაინაში შეჭრის დასაწყისიდანვე აშკარა იყო. 2022 წლის ბოლოს South China Morning Post-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ პუტინი ინტერნეტის გამოყენებაზე უარს ამბობს და ინფორმაციას მხოლოდ ბეჭდური დოკუმენტებით იღებს. ამავე ანგარიშის მიხედვით რუსეთის პრეზიდენტი სმარტფონსაც კი არ იყენებს. ასევე აღნიშნულია, რომ ამ მტკიცებებს როგორც რუსი, ისე ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ. Business Insider-იც ადასტურებს ამ ინფორმაციას, ყოფილი რუსი დაზვერვის ოფიცრის საშუალებით, რომელიც მოგვიანებით გადაიხვეწა. გლებ კარაკულოგმა 2023 წლის აპრილში განმარტა. სამსახოში მუშაობისას მას მობილური ტელეფონით არასდროს მინახავს. ის არ იყენებს ინტერნეტს და მობილურ ტელეფონს. ინფორმაციას მხოლოდ თავისი უახლოესი წრიდან იღებს, რაც ნიშნავს, რომ ის ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს. უეცრად ვიწყებთ იმის დანახვას, რატო განიცდის რუსეთი ასეთ მძიმე მართლს უკრაინაში. კაცი, რომელიც ინფორმაციის ხელმძღვანელი უნდა იყოს, არ იყენებს იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც სჭირდება, რათა დროულად მიიღოს ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია ფრონტზე მუდმივ ცვლილებებზე რეაგირებისთვის. პუტინის მოთხოვნა ფიზიკურ დოკუმენტებზე იმას ნიშნავს, რომ საჭირო ინფორმაცია მას საათებით ან დღეებითაც კი უგვიანდება. პუტინის პარანოია აზიანებს უკრაინაში გაგზავნილებს. თავარია, ეს აზიანებს მის ლიდერად ყოფნის უნარს, რადგან წლები თავს აჩვენებდა. ეს ის ადამიანია, ვისაც მიკრობებისა და მოწავლის ეშინია. პუტინს თვითმფრინავით ფრემის ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ შეიძლება აფეთქონ. შეიძლება ასეთი ტაქტიკები იცოდეთ, რადგან პუტინი მტრებთან ასე იქცეოს. პუტინს შეიძლება სჯერა კარმის, რაც გააკეთე დაგიბრუნდება და არ უნდა თავადაც იგივე ტაქტიკების მსხვერპლი გახდეს, რასაც თავად და რუსეთი იყენებენ. აქ უკვე ვხედავთ ადამიანის ისტორიას, რომელიც იმდენად მოიცვა საკუთარმა შიშმა, რომ თავი პარალიზებული გახადა. არც ინტერნეტი, კამერები, კრემლი. ხომეინის ლიკვიდაციის შემდეგ პუტინი აცნობიერებს, რომ როგორც არ უნდა ეცადოს, ვერ გაექცევა იმას, რისიც სულ უფრო მეტად ეშინი. პუტინის კრემლში არჩენის მიზეზი მხოლოდ ხომეინის შემთხვევა არ არის. საქმე იმაშია, რომ ირანის ლიდერის ლიკვიდაცია ბოლო ნიშანია იმისა, რომ აშშ-ში უკვე აღარ თამაშობს იმავე წესებით, რომლითაც 10 წლების განმავლობაში თამაშობდა. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, აშშ-ში ვენესუელაში ელიტარული ოპერატორები გაგზავნა ყოფილი პრეზიდენტისა და ბევრის თქმით დიქტატორის ნიკოლას მადუროს დასაპატიმრებლად. პუტინისთვისაც აშკარაა, რომ მადურო და ხომეინი მოსკოვის მოკავშირეები იყვნენ. და მაინც აშშ-მ შეძლო ორივე მათგანის ჩამოგდება სულ რაღაც 2 დღეზე ნაკლებ დროში.
ეს ეფექტიანობა საოცარია, მაგრამ ასე არ უნდა იყოს. პუტინი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის მიჩვეულია წესების დარღვევას. როცა მას სხვა ქვეყანაში რაღაცის გაკეთება სჭირდებოდა, შეეძლო ეს მოეხერხებინა და თან ისე, რომ საკმარისი საფუძველი ქონოდა უარყოფისთვის. თითქოს მას ამაში მონაწილეობა არ მიუღია. ახლა მას უნდა უყუროს, როგორ ანადგურებს აშშშ მის მსგავს ლიდერებს. ესენი დესპოტები და დიქტატორები არიან, რომლებსაც აშშშ ამხობს და იგივე შეიძლება პუტინსაც ეწოდოს, როგორც ხომეინისა და მადუროს. შეიძლება ის იყოს შემდეგი. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ახლა პუტინის გონებაში ტრიალებს და შესაძლოა ეს იყოს ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც ის მიწის ქვეშეთში წავიდა. ის უნდა იყოს თვალთახედვის მიღმა, რადგან იწყებს იმის შეგდნებას, რომ მართავს ისეთ მყიფე რეჟიმს, რომელიც მარტივად შეიძლება გახდეს სამიზნე იმ ქვეყნისთვის, რომელმაც მხოლოდ 2026 წელს ორჯერ დაამტკიცა, რომ დესპოტების ჩამოგდებაში განსაკუთრებული უნარი აქვს. პუტინის პარანოია მხოლოდ მის გონებაში არ არის ჩაკეტილი. ეს მხოლოდ მისი ყალბი ოფისებისა და კრემლში უმოქმედობა არ არის, რაც პუტინის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მიუთითებს. პუტინი ისეთ ცდილობს ძლიერად გამოჩნდეს, რომ ამას რუს ხალხის ზიანის ფასად აკეთებს. ჩვენ ადრე გითხარით, რომ პუტინი იმდენად საშინლად ეშინია ინტერნეტით თვალთვალის, რომ უბრალოდ უარს ამბობს მის ან ნებისმიერ სმარტფონის გამოყენებაზე, რომელსაც ინტერნეტთან დაკავშირება შეუძლია. მაგრამ სულ მცირე ამ დროამდე ის აღიარებდა, რომ ინტერნეტი სასარგებლო ინსტრუმენტი იყო რუსეთის ხალხისა და მისი სამხედროებისთვის. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ახლა გაქრა, რადგან პუტინი მთელ რუსეთში ინტერნეტის წინააღმდეგ რეპრესიებს ახორციელებს. ინტერნეტის სრული გათიშვები რუსეთში ჩვეულებრივია. ციფრული ცენზურა ახალი არ არის, მაგრამ ინტერნეტისა და მობილური კავშირის მასშტაბური შეფერხებები, რომლებიც მოსკოვამდეც ვრცელდება, უკვე ახალია. ეს გათიშვები ეფუძნება შერჩევით გათიშვებს, რასაც რუსეთი თვეები აიყენებს და ამტკიცებს, რომ ეს უკრაინის დრონების წინააღმდეგაა. თუმცა სინამდვილეში უფრო იმ საუბრის ჩახშობის მცდელობას გავს, რომელიც მას შემდეგ იწყება, რაც ეს დრონები თავიანთ სამიზნეებს ხვდებიან. CNN-ის თქმით, გათიშვებთან დაკავშირებით სპეკულაციებია. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს პუტინის მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო მცდელობების აღსაკვეთად კეთდება. რუსეთის ლიდერი ისევ ცდილობს თავი დაიცვას მისთვის საშიშისგან. თუ ის პროტესტებს ვერ ხედავს, მაშინ ალბათ მათ მიმართ მოთხოვნილებაც არ არსებობს. რა თქმა უნდა, ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ მისი ინტერნეტისა და მობილური კავშირის შეზღუდვები ახლა იმდენად მკაცრია, რომ ზოგიერთმა რუსეთში ერთმანეთთან დასაკავშირებლად რაციები დაიწყო. სხვები მიუთითებენ იმ საკითხებზე, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ და რომლებიც უკავშირდება პუტინის შიშს მას შემდეგ, რაც მან იხილა აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული რეჟიმის ცვლილებები ირანსა და ვენესუელაში. თუ რუსეთში ვერავინ შეძლებს ინტერნეტზე წვდომას, მაშინ ვერავინ გამოიყენებს მას ფოტოების გადასაღებად, ინფორმაციის გასაგზავნად ან რაიმე ისეთი საქმის გასაკეთებლად, რაც თუნდაც უმცირესი ალბათობით გამოავლენს სად იმყოფება პუტინი. პუტინი ცდილობს კიდევ უფრო მტკიცედ ჩაეჭიდოს რუსეთს, მაშინაც კი როცა მისი თითები იმტრევა. ინტერნეტის გათიშვას თან ახლავს კამპანია ტელეგრამის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთში მრავალი ადამიანისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს. კრემლი წლებია შიდა ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომ პუტინის დამტკიცებული ალტერნატივები შექმნას ტელეგრამისა და WhatsApp-ისთვის. მესენჯერი მაქსი არის ის აპლიკაცია, რომელიც ამ ტექნოლოგიურმა სპეციალისტებმა შექმნეს. და კიდევ ერთხელ, ეს სწორედ ის აპლიკაცია, რომელიც დიდი ალბათობით კრემლს თითქმის შეუზღუდავ წდომას მისცემს იმაზე, რასაც რუსი ხალხი ამბობს. პუტინი მოუწოდებს ხალხს გამოიყენოს სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული, ჯერ არ დამკვიდრებული ალტერნატივა ტელეგრამის ნაცვლად, რომელსაც 60%-ზე მეტი მოქალაქე ირენებს. მესენჯერი მაქსი უკეთესია. მინიმუმ მესენჯერი მაქსი ნიშნავს, რომ პუტინს შეუძლია ჰყავდეს ხალხი, რომლებიც აკვირდებიან ინტერნეტს, რომლის გამოყენებაც მას ეშინია. ეს კაცის კიდევ ერთი შიშის ნიშანია, რომელიც დაახლოებით 2 კვირაა კრემლში არ გამოჩენილა და ეს გათიშვებიც კრემლში გადატრიალების ხმებს ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხმების შემდეგ სურვილით ნაკალნახევ ფიქრად მიიჩნიეს ისეთ მედიაში, როგორიცაა კიევის ინდეპენდენტი, ამბავი საკმარისია, რომ პუტინს მეტი შიში ჩაუსახოს. იდეა ისაა, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა კიდევ ერთი მოკავშირე დააგავა თავისი ყოფილი თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, ყოფილი პუტინის მორჩილი აწყობს გადატრიალებას, რომელიც პუტინს ძალაუფლებას წაართმევს. მოსკოვში ინტერნეტის გათიშვა მაშინ მოხდა, როცა პუტინის ოპერატივები აკავებდნენ თავდაცვის ყოფილ მოადგილე რუსლან სალიკოს, შოიგუს მოკავშირეს. ამ ვიდეოების მიხედვით პუტინის პარანოია საბოლოოდ მასზე ძლიერდება. და ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. იმის გარდა, რასაც აშშ სხვა ქვეყნებში აკეთებს, პუტინი მეთვალყურეობს რეჟიმს, რომელიც სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდის. უკრაინამ თებერვლის კონტრშეტევით რუსეთზე იმაზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე 2023 წლიდან მოყოლებული გაუთავისუფლებია. დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი, ანუ 154 კვადრატული მილი ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის სამხრეთში, კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა, რაც პუტინის ნარატივისთვის დართვაა, თითქოს უკრაინა დამარცხების პირასა. კრემლის პროპაგანდისტებიც კი უკვე პუტინის წინააღმდეგ იწევენ გამოსვლას. ერთ-ერთი ასეთი პროპაგანდისტია ილია რომეზლო, რომელიც იურისტია და დიდი ხანია უკრაინაში შეჭრის მკაცრი მხარდამჭერის რეპუტაცია აქვს. პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიაში გამოჩენის უფლება მისცა, ხოლო რომეზლომ უპასუხა, რომ 2026 წელი პუტინის დამხობის წელი იქნება. International Business Times-მა 18 მარტს გაავრცელა, რომ პუტინის მოკავშირემ თქვა, მისი პრეზიდენტი წლიდან წლამდე სუსტდებაო.
და არსებობს აშკარა ნიშნები იმისა, რომ სისტემა, რომელმაც პუტინი მეოთხე საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა, მალე დაინგრევა. შესაძლოა პუტინის კრემლიდან გაუჩინარებითაც ვხედავთ ამას, როგორც ამ ვიდეოში განხილავს. პუტინი აღარ არის ისეთი თავდაჯერებული ლიდერი, როგორადაც თავს ყოველთვის წარმოაჩენდა. უკრაინაში 4 წლიანი წარუმატებელი სპეციალური სამხედრო ოპერაციისა და აშშ-ის ქმედებების შებების შემდეგ ირანსა და ვენესუელაში პუტინი შეიცვალა და აღარ არის ორლის შენძლე. ის არის შეშინებული პატარა დიქტატორი, რომელიც ფარულ ოფისებს შორის დახტის და უარს ამბობს სახის გამოჩენაზე, რადგან ითქვამს ფიქრს, რომ მისი დრო ახლოვდება და მის პარანოიდულ გონებაში ვეც კი ხვდება, ვინ არიან მისი მტრები. ეს არის აშშ-ში, რუსი ხალხი, თითქოს კრემლის მოკავშირეები. ყველა მათგანი თუ არც ერთი, პუტინმა უბრალოდ არ იცის. მისი ერთადერთი გზა არის ისე დამალვა, რომ ვერავინ მიაღწევს. ამით ის თვითონ არაეფექტურ ლიდერად იქცევა. რუსეთის საგაზაფხულო შეტევის კატასტროფულმა დასაწყისმა არაფერს უშველა პუტინის შის საკუთარი სიცოცხლისთვის. ის რაც უნდა ყოფილიყო დრამატული რუსული შეტევის დასაწყისი, მხოლოდ რეკორდული დანაკარგებით დასრულდა რუსეთის ძალებისთვის. ძიმე მარცხები უკრაინის კონტრშეტევებში არ არის ის, რითაც დასუსტებული პუტინი აჩვენებს ძალას. და თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი რუსეთის მარცხის შესახებ ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ აძლევს რუსეთის ყველაზე ძალაუფლებიანი ადამიანი პარანოიას საშუალებას შიგნიდან შეჭამოს იქ. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.